რომ ვიმსჯელოთ ჩვენ ყავს სტუმარი თინათინ ცერცოაძე, ეს არის დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. თუ შეიძლება მოგწოდით ქალბატონო თინათინ, მასთან ერთად მინდა განვიხილოთ სწორედ ეს ამბავი და ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ ერთსანამ გადავალთ თქვა შეკითხვებზე, თიკო ერთად ვნახოთ როგორ გადანაწილდა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით სწორედ ეს კითხვა, სადაც ქალების 60%-ს მიაჩნია რომ ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ოჯახის მოვლა არის ქალისთვის და ასე ნაწილდება პროცენტები. მაგალითად 30.5% მიიჩნევს რომ მთავარი არის ოჯახი ქალისთვის, ეს არის ასაკით 15-დან 24 წლამდე, 52% არის 25-დან 34 წლამდე, 63% 35-დან 54 წლამდე და ასე რო ავყოთ ყველაზე ვთქვათ დიდი პროცენტი 80%-მდე 65-დან 79 წლის ასაკის ქალს მიაჩნია რომ თავარი არის ოჯახი. ეხლა რაც შეეხება კაცებს, იგივე სისტემით 4-დან 3 კაცს მიაჩნია რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი არის ოჯახის მოვლა. პროცენტული გადანაწილება თუ ქალების შემთხვევაში იწყებოდა 30%-დან, კაცების შემთხვევაში რომელიც თვლის რომ ქალის მთავარი მოვალეობა უნდა იყოს ოჯახის 64%-დან 15 წლის ბიჭი უკვე ფიქრობს 64%, მერე ძალიანაც არ იზრდება, თქვა 63, 83, 84 და რასაც ფიქრობს თქვა 45 წლის მამაკაცი, იგივეს ფიქრობს 69 წლის მამაკაცი, რომ მთავარი უნდა იყოს ოჯახი. თიკო, ამით დავიწყოთ მეორეც ძალიან საინტერესო გრაფიკა არის უკვე განათლების მიხედვით როგორ ფიქრობენ ამას. მოდით თქვათ რომ დიახ, ოჯახი მთავარია. მაგრამ ის რომ ოჯახი არის მთავარი მოვალეობა ქალისთვის, ეს რამდენად არის ქალისთვის არ ვიცი, საფრთხის შემცველი შეიძლება რომ ვუწოდოთ კიდეც ასე. მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ საკითხით დაინტერესებისთვის. მე ვფიქრობ რომ ეს კვლევები ძალიან ბევრის მომცველია და მათი ინტერპრეტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის სტატისტიკური მონაცემები, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ხო? რას გულისხმობთ ოჯახის მოვლაში და რას ნიშნავს რომ ოჯახი ყველაზე ღირებული რამ არის ადამიანებისთვის? აი ამაში გარკვევა არის როგორ მნიშვნელოვანი. დიახ, იმიტომ რომ მოვლის თვალსაზრისით იგივე უახლოეს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს და თქვა სრულფასოვნად აქტიურობას, ქალთა ემანსიპაციას შევხედავთ, დავინახავთ რომ თუ მოვლაში იმას ვიგულისხმებთ რომ 90-იან წლებში ძირითადად იყვნენ ქალები დასაქმებული, დაიწყო ქალთა აქტიური დასაქმება და ასე ვთქვათ ოჯახის მარჩენალები ისინი გახდნენ და დღემდე ეს ტენდენცია გრძელდება, მაშინ ეს იგულისხმება ოჯახის მოვლაში. თუ იმას გულისხმობთ ოჯახის მოვლაში რომ ქალები უნდა იყვნენ აუცილებლად შინ და ისინი უნდა მხოლოდ საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ეს სრულიად სხვა რამ არის, ხო? ამიტომ ხშირად ასეთი კვლევები იგულისხმება ის რომ შინ უნდა იყვნენ ქალები, ანუ ამაზე არის საუბარი და მათი მთავარი როლი უნდა იყოს სწორედ ოჯახი. დიახ, ანუ მე მაინც ვფიქრობ რომ როდესაც ასეთი ტიპის კვლევები ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ეს რაოდენობრივი მაჩვენებლებით, აუცილებლად მნიშვნელოვანია თან სდევდეს რაიმე თვისებრივი კვლევაც ან ამყარებდეს მას, რითიც ჩვენ უკეთესად დავინახავთ ამ სურათს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ინტერპრეტაციები გავაკეთოთ და ვივარაუდოთ ამასთან დაკავშირებით რა ხდება. იმიტომ რომ იგივე მოვლის თვალსაზრისით მამაკაცს აქვს განცდა რომ მოვლა გამოიხატება იმაში ან ზრუნვა ოჯახზე თუ ის სახლში არ იქნება და ქალისთვის კიდე ფიქრობს რომ გამოიხატება იმაში თუ ის შინ იქნება, ხო? აი ესეთი აღქმაც კი ხშირად აი არასწორ ღირებულებათა სისტემას აყალიბებს, იმიტომ რომ მთავარი ღირებულება ოჯახის არის სწორედაც ხარისხიანად ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და აი ეს ხარისხიანი ურთიერთობები. პირიქით ეს შეკითხვა არ დაისმის, თუნდაც იგივე გამოკითხვაში პირიქით არ არის მოსაზრება რომ კაცისთვის ოჯახს რა როლი აქვს, ამაზე რას ფიქრობენ? კაცი ფიქრობს რომ ქალი უნდა იყოს სახლში და თვითონ გარეთ, ეს ხო ჩვენას და იმ მომენტში კაცის და ოჯახის გაერთიანება რატო არ ხდება შეკითხვაში უკვე? მე ვფიქრობ რომ ქართული რეალობისთვის ეს იმდენად მოიაზრება და თავისთავად იგულისხმება და ხშირად არასწორი ინტერპრეტაციებია, მე მგონი იყო ამ კვლევაში ამონარიდებით, ხო, თუ არ ვცდები, როდესაც მამაკაცები საუბრობენ როგორი არის ოჯახი და აბსოლუტურად ხშირად ხვდებით დამახინჯებულ აღქმას ან ინტერპრეტაციას ისეთი სახით, რომელზეც
რა დროსაც აპილირებენ ამ რელიგიურ ღირებულებებზე, სრულიად არასწორად, ხო? აი, როდესაც კაცი ოჯახის თავია, ხო? ამ თქვათ რა იგულისხმება ამაში, როდესაც ის არის გადაწყვეტილებების მიმღები, ხო? ასეთ შემთხვევაში ესეც სრულიად არასწორად ინტერპრეტირებული შემთხვევებია. აი ამ არასწორად ერთადერთი კაცის ოპონენტებს გაკეთებს არის ნიკოლოზი ინტერპრეტაციაში დამნაშავეს უმეტესი წილი გონიათ რომ კაცებზე მოდის. ეხლა რატო არ მოდის კაცებზე ჩემი? ვფიქრობ რომ არ მოდის. არა, იმიტომ რომ ეხლა რომ გაიხვიდეთ და გააკეთოთ გამოკითხვა და ქალებში იტყვის რომ კაცი მთავარია, კაცი ოჯახის უფროსია, კაცი რო იტყვისას კაცს ეპატიება ღალატი ქალს არ ეპატიება. ამიტომ მეფობას ვინ გაგრძნობინებს? გარემოწვა ხო? შენ რო იცი რომ ის გაპატიებს ის იზავს და რო იცის რომ არაპატიებს პირიქით ის არის. ამიტომ ქალმა უნდა შეცვალოს? არა, მე არ ვამბობ რომ ისევ ქალმა უნდა შეცვალოს, მაგრამ ეხლა რო ცალსახად რო ეს წაშინელი კაცები და რას უშვებიან ქალებს, აი ეს იმდენად თანაბრად ნაწილდება. არა, ცხადია, ეს თანაბრად არის წლების განმავლობაში გამყარებული რაღაც სტერეოტიპული მიდგომები. ზუსტად ამას ეხმიანება, რომ ეს არის მეხუთე გამოკითხული კაცების მესამედზე მეტი, ნიკოლოზ 37% თვლის, რომ ცოლი უნდა ეთანხმებოდეს. ან ემორჩილებოდეს ქმრის მოსაზრებას, მაშინაც კი, როცა არ არის დარწმუნებული ამ მოსაზრების სისწორეში, ან საერთოდ არ ეთანხმება მას. ანუ მორჩილად ამ ყველაფერზე ქალების 20% არის თანახმა. ანუ ნახე 37 და 3 კაცების 20 ქალების. ძალიან რთული მოსასმენია ჩემთვის პირადად, რომ მე ხალი ვამბობ, რომ კი, მე შენ უნდა დაგეთანხმო იმის მიხედვით, რომ აბსოლუტურად არ გეთანხმები. მართლა ძალიან რთულია. კაცისგან ბევრად ისეთი მიხდება შენ. მე ჩემ თავზე ვამბობ, მართლა აი რა საგანგაშრომო. ეხლა ნახეთ რომ ნიკოლოზ მე ამას არ ვიტყვი, მაგრამ შენ ხომ წარმოიდგინე ის ქალი, რომელიც ამას ამბობს. ის ვითარება, როცა შენ ამის თქმა გიწევს რა. აი მე ვითარებასთან დაკავშირებით მინდოდა ზუსტად ნიკოლოზისთვის მე პასუხა. იგივე ამსეთი ტიპის კვლევებს ჩაღრმავებულს თუ მოვიძიებთ და ვნახავთ როგორც ქართულ კულტურაში ისე ძალიან ბევრ დასავლურ კულტურაშიც დეკლარირება არის ერთი, ანუ რას ამბობს ქალი და მეორე არის რა გაქმედებაში ეს როგორ გამოიხატება და აი არაერთხელ ყოფილა ასეთი ტიპის ანალიზები გაკეთებული, როდესაც ქალებისთვის ეს არის ძალიან კომფორტული მდგომარეობა, პასუხისგებლობისგან თავის არიდება, მას თავისუფლებისგან გაქცევის მექანიზმებიც არსებობს. მდგომარეობა ეჩვევა ძალიან ხშირად. ეჩვევა და კომფორტულად არის და მეცაც გეტყვით, მე ბევრი კვლევები ადასტურებს, რომ 20% თუ არა არც ნაკლები არის, როდესაც ქალებს აქვს შესაძლებლობა არაჩვეულებრივად манипуляციის, მამაკაცებზე ზეგავლენის მოხდენის, მაშინ როდესაც ისინი თითქოს და ეთანხმებიან იმას, რისიც არ სჯერათ, მაგრამ შესაბამისად ძალიან კარგად მართავენ კაცების გადაწყვეტილებებს. მაგრამ მოდი ჩვენ აქ მაინდამაინც ახლა ამ 20%-ში ასეთ ქალებს გულისხმობთ. არა, რა თქმა უნდა, ცხადია რომ ასე შეიძლება არ იყოს, მაგრამ მე ვამბობდი ამის საპირწონეთ, ანუ ეს შეიძლება ჩვენ ხედავთ შიშველ რიცხვებს აქ ამ შემთხვევაში, რომელიც უკანაც და რომლის ქვემოთაც ანალიზები ნაკლებად არის, ხო, გაკეთებული და ამიტომ მე ყველანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შეიძლება ხდები იყოს. მე ვთქვი, რომ შეცვლილია თქო სტატისტიკა 2017 წლის შემდეგ. ნიკოლოზმა თქვას და გადავიდეთ განათლების მიხედვით, თქვათ, რამდენად არის განსხვავებული. უმაღლესი განათლება ვისაც აქვს მიღებული, რას ფიქრობს და საწყისი განათლება ვისაც აქვს. უცბად ვიტყვი. დღეს არის სამშაბათი და ყოველ სამშაბათს ციკო ფეიქრიშვილი მოდის და ამბობს ჩვენ ქალები და ვსაუბრობთ ქალებზე. ხვალ მოვა ეკოფანგანი და ილაპარაკებს რა ჩაიცვას ქალმა რა წაიცვას რადუსა. ზეგარ ქუჩაბათი და თიკაწერეთელი მოვა და აბა ქალი და აბა დედა და აბა შვილთა როგორ და ზეგ მერე არის პარასკე ნანალოთკიფანზე რა ქვია რუბრიკას რას ვიქნა მარიამ დინარაძე მოვა რა სიტყვის ქალმა ასე გააკეთოს ქალმა ეს საწყალი და აი განათლებას ნახე როგორი ინტერპრეტაცია გააკეთა აქ ჩაგრულის მეც მინდა მე სრულიად სხვა მიმართულებით ეს ხაზი გავაგრძელო, თუმცა აი განათლების საკითხი როცა განათლების ნახოთ და ასაკ ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს, მას ასე ქალების დამოკიდებულება გენდერული როლების მიმართ განათლების დონის მიხედვით 80% დაწყებითი განათლება ან განათლების უფრო დაბალი საფეხური, ანუ ეს 80% ამ განათლებით ფიქრობს, რომ დიახაც, თავარი უნდა იყოს ოჯახი. შემდეგ ნაწილდება 58% არასრული საშუალო განათლება, 64% სრული საშუალო განათლება და მოკლედ პროფესიული 69, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე ქალები
47% თვლის მხოლოდ რომ თავარი მათი დანიშნულება არის ოჯახი. და შეეხება კაცებს, აქვე ვთქვათ, რომ კაცების დამოკიდებულება როგორია, არასრული საშუალო განათლების გამოკითხული მამაკაცების 84% ამბობს, რომ ამ კაცებს რა კითხეს? ქალის ფუნქცია მთავარი რა? აი ეს პირველი კითხვა, რომ ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი რა არის? ოჯახის მოვლა უპასუხეს კაცებმა. და უმაღლესი განათლების მქონე კაცების 61% ამბობს ამას. 20%-იანი პროფესიული განათლების მქონე 80%. რას გვეუბნება და რას გვასწავლის? აქ აი ამ კვლევებში ცალსახა არის, რომ ზრდა არის წინა წლებთან შედარებით ისევ ამბობ, მაგრამ ზრდა უფრო არის ქალების მხრიდან, ვიდრე მამაკაცების მხრიდან, იმიტომ თქვა ხა 61% არის, როდესაც ქალების შემთხვევაში არის 57%. და აი კორელაცია როგორც ჩანს, ანუ რაც უფრო მაღალია განათლება, მით უფრო დაბალია პროცენტი, რომელიც ამას ამბობს, ხო? აი, მოდით ფორმულირება გავუკეთოთ, ყველაზე უფრო მეტად რომელიც შეესაბამება ამ კვლევებს საერთოდ, ხო? რას ნიშნავს, რომ ქალი არის უფრო მეტად არის მოვლაზე ოჯახის გადართული, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის პროფესიულად აქტიური, ან ის არ არის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი, როგორც სრულფასოვანი პიროვნება რეალიზებული, ხო? აი, ამის საპირწონეთ, ძალიან კარგად ახერხებოდა. ამის საპირწონეთ, სწორედ ის რაც ნიკამ დაიწყო, რაზეც დაიწყო საუბარი, რომ ის რომ ძალიან ხშირად מחვილი სწორედ ქალებისკენ არის მიმართული, ამას მოწმობს ძალიან საინტერესო კიდევ კვლევების დაკვირვებებით, რომლებიც არსებობს განსაკუთრებით ახალგაზრდებში და მე როგორც ამ შემთხვევაში დებატების ორგანიზაციის წარმომადგენელს ასევე შემიძლია გაგიზიაროთ, რა ხდება ხოლმე ჩვენთან, როდესაც ჩვენ გვაქვს მიღება ახალგაზრდების და როდესაც მათ თავაზობთ დამატებით აქტივობას, ძალიან ხშირად ისინი არიან ხოლმე დაოჯახებულებიც ამ პერიოდში უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების მიღების დროს, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურზე მით უმეტეს და როგორი არის აქ გენდერული ბალანსი თუ დისბალანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხოლმე და ჩვენ გვაქვს ერთი საინტერესო პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის, რომლებიც აი ამ საგანმანათლებლო მიზნით დამატებით აქტივობას თავაზობს ახალგაზრდებს და მინდა გითხრათ, რომ დაპირისპირებაში ვინ ქალები აქტიურობენ. დიახ, აი ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ წლებია ჩვენ უკვე საგანგებოდ ვზრუნავთ იმაზე, რომ ზოგიერთ შემთხვევებში მაინც რაღაცნაირად მამაკაცებიც გავააქტიუროთ ან ჩავრთოთ ამაში, იმიტომ რომ ეს არის განათლების მიღება და ეს არის კიდევ ასეთი ტიპის აქტივობები, რომლებიც მომავალში კარიერული წინსვლისთვის იქნება ხელშემწყობი. ანუ აქ არ არის ის, რომ მხოლოდ რაღაც დებატების ტექნიკას ან სიტყვით გამოსვლას ვასწავლით, აქ ისეთ უნარებს მავითარებთ, რომლებიც ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ პროფესიაში დასჭირდება ახალგაზრდას ქალსაც და კაცსაც ერთნაირად. ერთი დეტალი მინდა და მე თქვა, როდესაც საუბარი დაიწყო ჩვენმა სტუმარმა, თავიდანვე ძალიან სწორი გამიჯვნა გააკეთა. ერთი არის ის, რომ დიასახლისობა ოჯახში, ხო? რომ სულ სახლში ხარ და პროფესია არ გაქვს და ვერ ვითარდება. როგორ გვესმის, მაგრამ მეორე ხომ ის არის, რომ ვამბობთ უდიდესი სტატისტიკა არის ემიგრანტი ქალების, რომლებიც აცხოვრებენ ოჯახს და ვამბობთ, რომ ეს ბჭყალებში უსაქმური მამაკაცები, რომლებიც ცოლის კმაყოფაზე არიან და ამ ქალებს არის შემაშფოთებელი და რომელი უფრო მართებულია იყო დიასახლისი და ქმარმა არჩინოს ოჯახი და მე სადილი გავაკეთო და ბავშვებს მივხედო. ეს თუ ჩემი არჩევანია, რომ მე მინდა რომ სახში ვიყო და ყოველდღიურად საუცმე ვამზადო და სადილი, ეს ჩემი არჩევანია და მე ეს მინდა. მე ვიცნობ არაერთ ქალს, რომელსაც მართლა აქვს რა ეს არჩევანი. კეთებული, აი ესე უნდა რომ იცხოვროს და დიახაც უნდა რომ ქმარი იყოს შემტალი, მაგრამ აქ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ შენ არ გიძლევა საშუალება შენ კარიერაში განვითარება. უბრალოდ არ განიხილება. იმიტომ რომ შენ უნდა იყოს სახლში და როდესაც მოვა ქმარი, ჩუსტი უნდა ჩააცო. ჩვენ ხო ვიცით არ ვუტრირებ, ჩვენ ხო ვიცით რომ რეალურად არსებობენ. ამაზე არის საუბარი, რომ ის რო თქვა მე ჩემი არჩევანი და აი საერთოდ არ მინდა მუშაობა. ძალიან კაი არის ის ჩვენ ვიქნება როდესაც. დიახ და აი მე ვისურვებდი რომ ასეთ კვლევებზე სხვათა შორის აი წლებია სულ როდესაც ჩვენ გვიწევს ამ საკითხების განხილვა, სულ გვაქვს დანაკლისის განცდა ფსიქოლოგებს განსაკუთრებით რომ ძალიან საინტერესოა არსებული რეალობის შესწავლა, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდი პროცენტი რომელიც საერთოდ არ არის აქ წარმოდგენილი არიან ქალები, რომლებიც მუშაობენ კიდეც და ოჯახის მოვლაც მათი მთავარი ფუნქცია. ძალიან გადახვეწილი არიან და იქ მაგაზე მე მგონია რომ უკვე უმრავლესობაში არიან უკვე ქალები აქაც მუშაობენ, იქაც მუშაობენ და საერთოდ ვერანაწილებენ თავიანთს. და ამიტომ მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ასეთ დროს ამ რიცხვებზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ იყოს სრულფასოვანი ოჯახი, სადაც გადანაწილებული იქნება ფუნქციები და აქ უკვე საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა ფუნქციით იქნება დეკრეტულს მამა აიღებს თუ დედა მაგალითად, თუ ორივე და გადაინაწილებენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია. თუ ადამიანს ქალს ან კაცს იმისათვის რომ სრულფასოვნად რეალიზებდეს სჭირდება ასევე პროფესიული რეალიზაციაც, მას აუცილებლად ამისი შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს და აქვე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, აი ყოველთვის მე ოჯახთან დაკავშირებით მივდივართ ბავშვებთან, ხო და აი აღზრდის ფაქტორი, რომელიც ასევე შემოდის ხოლმე და ხშირად არის ასეთ კვლევებთან ერთად სტატისტიკურად მოყვანილი, რა დროს ატარებს მამა ბავშვთან, დედა ბავშვთან და ასე შემდეგ. აი აქაც საქართველოში განსაკუთრებით გაჩენილი არის ძალიან ცუდი ტენდენცია მუდმივად დაკავებული დედების დანაშაულის გრძნობის, რაც ასევე არასწორია. შენ რომ მუშაობ, ხა შენ შულს ამითი რამდენი აკლდება. დიახ, და ან დრო არ გაქვს საკმარის და დედას აქვს სულ ეს განს და სხვათა შორის ემიგრანტი დედების კვლევებზე განსაკუთრებით ჩანს ხოლმე ეს და ესეთი განცდა არის გაცილებით დამღუპველი, ვიდრე ის რომ დედა აკლია რაღაც დროის განმავლობაში შვილს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხი, რა უნდა ვთქვა, ურთიერთობის. რა მნიშვნელობა აქვს თქვა, რამდენ დროს გაატარებთ, აი ნერვები დაწყვეტილი რომ იქ რაღაც სარეცხი გაქვს, გასაფენი იქის და ამბავშევნებდა თავიდანვე თუ მიდიხარ სახში 3 საათი და სრულფასოვნად ეკუთვნის შენ შულს. აი ამ ორ შორის არის სერიოზული განსხვავება. აქ ცნობილია რომ გაჯეტური სამყარო განსაკუთრებით სანამ გააქტიურდებოდა, იმიტომ რომ ამან კი ცოტა შეცვალა კიდე ოჯახში ურთიერთობები, მანამდე ცნობილი იყო პირდაპირი კორელაციები, რომ დასაქმებული დედები არიან უკეთესი აღმზრდელები თავიანთი შვილების, ვიდრე არადასაქმებული დედები. იმიტომ რომ მათში კიდევ ძალიან ბევრი უნარი ვითარდება ამ დროს, როდესაც შენ სახლიდან სხვა ასპარეზზე გადიდი. კიდევ ერთზე მინდა სანამ დავამთავრებთ ყურადღება გავამახვილო, რომ ძალიან ხშირად უმუშევარი დედების, რომლებიც არ ვიცით ჩვენ მათი არჩევანი იყო თუ იძულებითი, ერთგვარად აბულინგებენ იმ ქალებს, რომლებსაც სამსახურები აქვს, თავისი პროფესია აქვს, არიან განვითარებულები, რომ შენ მთელი დღე ხარ გარეთ და შენი შვილი. ხო, ეს ძალიან ხშირია. ქალის მხრიდან ქალისვე დამუნათება საერთოდ ყველა თემაზე. ის შემდგარი არის, ხო? მაგრამ მე დამერწმუნეთ, ამაზე კიდევ უფრო მეტად თვითკრიტიკა მუშაობს და აი ისევ ემიგრანტი დედების შემთხვევები არის ძალიან ბევრი, რომელთაც უწევთ, როგორ გითხრათ, მართლაც ინფანტილური შვილების გაზრდა თავის და უნებურად, რომლებიც მუდმივად დედის კმაყოფაზე არიან, იმიტომ რომ დედას იმდენად დიდი დანაშაულის განცდა აქვს, რომ ის ცდილობს სხვა ხერხებით აკომპენსიროს ეს და აი ასეთი შემთხვევები ძალიან დასაცვალისწინებელია. სამსჯელო, მართლა ძალიან საინტერესო იყო ის ასპექტები, რაზეც თქვა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება. კიდევ ძალიან ბევრი საკითხი არის ამ კვლევაში, რომელსაც ასევე ნელ-ნელა განვიხილავთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოკლედ თავარი არის ის, რომ ადამიანის გააზრებული გადაწყვეტილება იყოს, სად გრძნობდეს ის, ასე ვთქვათ, სრულყოფილად, ბედნიერად, რეალიზებულად თავს ეს იქნება ოჯახი, ეს იქნება სამსახური, თუ ორივე ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ციკო გემშვიდობებით ერთი კვირით, მაყურებელს რამდენიმე წუთით რეკლამის შემდეგ ბრუნდებით.